ერთ კვირაში საქართველოს საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე, პროექტის მომავალზე და საქართველოს პოზიციონირების გაძლიერების პერსპექტივაზე ათეულობით ქვეყნის წარმომადგენლები თბილისში იმსჯელებენ. ქვეყანა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩასატარებლად ემზადება. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და მარშრუტში ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ხელისუფლება პრიორიტეტად აცხადებს. დაგეგმილ დისკუსიებზე საქართველოს საინვესტიციო გარემოზეც იმსჯელებენ. ისტორიაში პირველად ქვეყანა ფინანსურ სამიცაც უმასპინძლებს, რომელიც ამავე ფორუმის ფარგლებში გაიმართება. ინვესტიცია დაკავშირებადობაში, ზრდა სტაბილურობაში. ეს არის მთავარი სლოგანი წლევანდელი აბრეშუმის გზის ფორუმის. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება. ფორუმის გახსნამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. ყველა მოსამზადებელი სამუშაო თითქმის დასრულებულია. სპეციალურად ფორუმზე დასასწრებად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატს ელოდებიან. მათ შორის არიან როგორც უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ისე კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ჩვენ აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, გვყავს ჩართული სხვადასხვა გუნდის წევრები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ფორუმს მოამზადებენ. მნიშვნელოვანი არის, რომ აღნიშნული ფორუმი წელს მეხუთედ იმართება, მასშტაბურობით ის უპრეცედენტოა. ჩვენ ველოდებით როგორც რეგიონიდან, ასევე რეგიონის მიღმა სტუმრებს, ინვესტორების მხრივ ძალიან მაღალი დაინტერესება არის როგორც რეგიონის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას მონაწილე ქვეყნებმა მიიღონ უახლესი ინფორმაცია საქართველოში და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე პროექტების, პროცესების, მიღწევების და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიება უდაოდ უწყობს ხელს საქართველოს საგარეო იმიჯის გამტკიცებას, ასევე მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას და სხვადასხვა მიმართულებით უკეთეს თანამშრომლობას. აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია. დღეს არსებული გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი იზრდება. შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, შუადერეფნის საკითხი ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ამასთან ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას. შუადერეფანში საქართველო როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გასასვლელი, როგორც ევროპისთვის, ასევე აზიის ქვეყნებისთვის და ამ კუთხით მნიშვნელოვანი არის საქართველოს როლის წარმოჩინება კიდევ ერთხელ ამ ფორუმის ფარგლებში და ეს ფორუმი ასევე უზრუნველყოფს დისკუსიებს ვაჭრობის, საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ენერგეტიკის და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებს. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილი არის თემატური საიდ ივენთების გამართვა, ასევე გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ორხრივი შეხვედრების გამართვა როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, ასევე მთავრობასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება თბილისის ფინანსური სამიტი. საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ერთობლივად ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები, ფინტექ ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები, სულ 1000-მდე დელეგატი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფინანსური სამიტი პირველად იმართება. ის ერთგვარი პლატფორმაა ქვეყნის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუადერეფნის მთავარ რგოლად. საუბარი ამ ორი დღის განმავლობაში იქნება ახალ ფინანსურ სერვისებზე, ახალ ტექნოლოგიებზე, ციფრულ ვალუტებზე, ციფრულ ფინანსურ აქტივებზე და ყველანაირ ინოვაციაზე, რაც ახასიათებს თანამედროვე ფინანსურ სექტორს. და
და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს საუბრები, ეს მსჯელობა წარიმართება აბრეშუმის გზის ფორუმის ფორმატში და იტრიალებს ჩვენი რეგიონის, ანუ შუა დერეფნის თემატიკის ირგვლივ, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს გვაქვს შესაძლებლობა და ამბიცია გავხადოთ ჩვენი ქვეყანა არამხოლოდ ლოგისტიკური ხაბი, არამხოლოდ ხაბი ვაჭრობისთვის, ენერგეტიკისთვის, არამედ ფინანსური ხაბი ამ რეგიონისთვის. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე მეხუთედ იმართება. ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ღონისძიებას 22 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახსნის. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში გაიმართება სესიები, პირისპირ შეხვედრები და პანელური დისკუსიები.